რას დავიდი, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. მეგობრებო, გამარჯობა. თქვენთან არის ვაშა გადაცემა სპეციალური გამოშვებით თენგიზ გოგოტიშვილთან და ისევ გაგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გაგვთ, რომ მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩვენი პოდკასტი ნებისმიერ პლატფორმაზე, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტულია. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე ან ყველაზე ერთად. მოკლედ, რომელიც გაწყობთ. ორი ამბავი, რომელზეც დღევანდელ პოდკასტში მოგიყვებით, მოვიდა გერმანიიდან, პრაქტიკულად ერთდროულად. პირველი ამბავი არის გიორგი გახარია თვალთხარიას NGO-შნიკობა. გახარია თვალთხარია გამხდარა ერთ-ერთი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარი და მისი კვლევის თემა ვებგვერდს თუ დაუჯერებთ ამ ორგანიზაციის არის საქართველოს უსაფრთხოება ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში. და კიდევ ერთი საბაბი მისცა პროჭორვილელებს, კერძოდ ბატონ რაჟდენს, რომ დაიწყონ რაიმე გამოძიება გიორგი გახარია თვალთხარიას წინააღმდეგ. მეორე ამბავი, რომელიც ასევე გერმანიიდან მოვიდა და ასევე სულ ცინცხალია პრაქტიკულად, ეს არის გირჩის მირჩების, ანუ იაგო და სხვა გირჩების ვიზიტი გერმანიაში და შეხვედრა ყურადღება პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველამ, ვინც ასეთი პოდკასტებით ზოგადად დაინტერესებულია, იცის რა არის ალტერნატივა გერმანიისთვის, AfD, ეს არის რუსული პროექტი პრაქტიკულად, ან გერმანული პროექტი, რომელიც რუსეთმა ძალიან წარმატებით ჩაიდო ჯიბეში და მას ამ პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა არის რუსული საქმე. შეუძლებელია ეს არ იცოდნენ იაგო გირჩის მირჩებმა, მიუხედავად იმისა, რა თემაზე ელაპარაკებიან AfD-ს წარმომადგენლებს, შეუძლებელია არ იცოდნენ, რომ AfD როგორც პარტია აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად, AfD აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გაატაროს რუსეთის ინტერესები, რომ AfD-ს წინააღმდეგ დღეს ბუნდესტაგში ღიად მიდის გამოძიება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს AfD-სთან თანამშრომლობა და ეს არ შეიძლება სხვანაირად შეფასდეს, უბრალოდ ვარიანტი არ არსებობს. სხვა შეფასების გარდა იმისა, რომ იაგო გირჩის მირჩებიც დღეს არიან წარმოადგენელ რუსულ პროექტს. ან ცდილობენ რაიმე რუსულ პროექტში ფეხი შეყონ. ხო, ნუ ახლა ცხადია, როდესაც შენ გასაправებელი გაქვს თანამშრომლობა მემარცხენე პრორუს ასეთ ისეთ პარტიასთან, იქ ჭირდება რაღაც ტიპის ბოროტება, რომელსაც გამოიყენებ და იტყვი, რომ აი ამ ჩემი ამორალური გარიგება მე დამჭირდა, იმიტომ რომ აგერ უფრო დიდი ამორალურობა არის აქეთ და ცხადია, რომ ეს ნარატივია. თუმცა ჩემთვის ასევე საინტერესოა ზოგადად მაგ ხალხის გზა ნაწილში, რომ ტექნიკურად ჩვენს მიერ გავლილი გზა ძალიან გავს ერთმანეთს შინაარსობრივად. აი ეს დამოკიდებულება, ეს რაღაცა, ანუ ეს ტალახის როლა პოლიტიკური მეინსტრიმის მიერ და რაღაც სხვა გიჟურ თამაში მონაწილეობა და არ შემჩნევა იმ რეალობის, რომელიც საზოგადოებაში არსებობს პოლიტიკური, ეს მე მგონი ძალიან რაღაცნაირად იმასაც ჩვენს ისტორიასაც გავს და მე კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ წავიდოდი და რატომ ვიკითხავდი რაღაცას, იქნებოდა ის, რომ აი ამ ასეთი სიტუაციიდან როგორ ხდება გაზრდა 25%-მდე. რატომ არის ეს ორი ამბავი დღეს საინტერესო და რით შეიძლება ეს თითქოს ორი დაუკავშირებელი ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გერმანიიდან მოდის, ერთად იყოს საინტერესო. ვერსიას ვამბობ, მხოლოდ ვერსიას, იმით რომ რუსეთი ცდილობს ალტერნატიულ მოედანზე მოძებნოს ქართული დღეს ოპოზიციის და ხვალ შესაძლო ხელისუფლების საფუძველი და საძირკველი. ბორია ივანაშვილი 70 წელს ხდება თებერვალში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობს დიდხანს გაკაჩოს და ეხუტება ხეებს ფეხშველი დარბის, მაგრამ ამის მიუხედავად 70 წელს გახდა და შეუძლებელია, რომ ეს არ იცოდეს მისმა გამომგზავნმა მოსკოვიდან. ამიტომ ბორია ივანაშვილისთვის ალტერნატივის ზებნა არის აბსოლუტურად ბუნებრივი რამ. რატომ შეიძლება არჩევანი გაკეთდეს გიორგი გახარია თვალთხარიაზე ან გირჩის მირჩებზე ან მათზე ერთად. იმიტომ რომ სხვა პრორუსული ძალა დღეს საქართველოში ასე აქტიურად არ ჩანს. არანაირი საბუთი არ მიჭირავს ხელში, ნუ მომთხოვთ ნურანაირ საბუთი რომ ეჭიროს, სწორედ ეგ იქნებოდა საერთო, მაგრამ პირველივე დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ გახარია წარმოადგენდა მოსკოვის კაცს. გახარია ატარებდა მოსკოვის ინტერესებს და გახარია იყო პირდაპირ ემისარი მოსკოვიდან. ამის მთავარი ლოგიკური საბუთი რამაც მიბიც გამდასკვნისკენ არის მისი ძალიან სწრაფი აღზევება და სრულიად მოულოდნელი გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ კაბადონზე. ბორია ივანაშვილი ზოგადად ეხერხება წღნერისგან კამპეტების გამოჩირკნა, გამოდნობა და გადაავლეთ თვალი მის ნებისმიერ საპარლამენტო სიას, მის ნებისმიერ მთავრობას, დიდი უმრავლესობა აღზევებული მდაბიოა, აღზევებული არარაობა, მაგრამ ამ დაბიოებსაც კი, ამ არარაობებსაც კი ვიღაცებს თუ უმეტეს ნაწილს ქონდა რაღაც ბექგრაუნდი ქართული.
ვიღაცას მამა ყავდა პუჩისტი და ყოფილი ვიცე-სპიკერი, ვიღაცა რაღაც არასამთავრობოს წარმოადგენდა, ვიღაცა გერმანულ არასამთავრობოს წარმოადგენდა, ვიღაცა, არ ვიცი, ვაგონშემკეთებელი ქართლის მთავარი ბუღალტერი იყო, ვიღაცა რაღაც ქართული კავშირები ჰქონდათ, ქართული ბექგრაუნდი ჰქონდათ, ვიღაცას იცნობდნენ და თეორიულად შეიძლება დაუშვათ, რომ ყავდათ ვიღაც, ვინც მოკიდა ხელი, მიიყვანა ბორია ივანაშვილთან და უთხრა, აჰა, ჩემი სანდო კაცია, ჩემი სანდო ქალია და გაბარებ ამას და მე ვიცი რომ კარგად გამოიყენებ, იმიტომ რომ ჭკვიანია და პოტენციალი დიდი აქვს. გახარია შემთხვევაში ასეთი ადამიანი ძალიან რთული მოსაძებნია, იმიტომ რომ გახარიამ საქართველოს დატოვა 19 წლის ასაკში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადავიდა MGU-ში, მოსკოვის უნივერსიტეტში, იქ დაამთავრა დოქტორანტურა, იქ მუშაობდა ბოლომდე 2013 წლამდე. იყო, ასე ვთქვათ, საშუალო ხელის ან საშუალოს დაბალი ბიზნესმენი. ბევრი არაფერი, მოდი ასე ვთქვათ. მით უმეტეს რუსეთის მასშტაბით ბევრი არაფერი. ამ კაცს უეცარი გამოჩენა, უეცარი ქცევა ბიზნეს ომბუდსმენად, იმ ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არ იცნობდა და რომელიც მას პრაქტიკულად არ იცნობდა. მერე უცებ ეკონომიკის მინისტრობა, მერე შინაგან საქმეთა მინისტრობა და მერე პრემიერ-მინისტრობა სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მართალი რო გითხრათ, უცნაურია. იმ უცნაური გადაწყვეტილებების ფონზეც კი, რომელიც ივანაშვილს მიუღია და რომელსაც არ ვიცი, ალბათ კიდევ მიიღეს, რომელიც მას ჩვევია. ვერავნაირად ვერ დავამტკიცებ ამას, მაგრამ ყოველთვის გქონდა ეჭვი, რომ გახარია წარმოადგენდა, როგორც რუსები ამბობენ, კონკურირუიშია კანტორა. თუ ივანაშვილი წარმოადგენს პირობითად ფსბ-ს, გახარია გონია რომ წარმოადგენს SVR-ს, რუსეთის საგარეო დაზვერვას, ან გერეოს, მაგრამ უფრო მგონია რომ SVR-ს. და მგონია რომ საქართველოსთვის რუსული უწყებების შიგნითაც მიდის ჭიდაობა, ვინ გაიმარჯვეს, ვინ უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს ქართულ პოლიტიკაში, ვის ექნება მეტი წარმატება, ვის ეყოლება მეტი წარმომადგენლობა და ვინ უკეთ გაატარებს კრემლის ინტერესებს. წარმოიდგინეთ, რომ არის პირამიდა, რომელსაც აქვს 4 წახნაგი. ამ 4 წახნაგზე მდგომი ადამიანები ერთმანეთს ვერ ხედავენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პირამიდა ერთდება. აი ეს მწვერვალი მართავს ყველას და ყველაფერს. მწვერვალიდან დარეკილზე ბორია ივანაშვილი, რომელ სპეცსამსახურსაც არ უნდა წარმოადგენდეს რუსეთის, იმ მწვერვალიდან დარეკილზე უარს ვერ ეტყოდა. დაურეკავდნენ და ეტყოდნენ, რომ ჩვენი კაცია. უნდა დააწინაურო, უნდა დანიშნა, უნდა მიიღო. მიიღო, დანიშნა, დააწინაურა. ეს გააკეთა. მაგრამ როცა მათი კანტორების, მათი იქაური მოსკოვური კანტორების ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა, როცა ისინი უკვე ადგილობრივ დონეზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ეს გზები გაიყო. ბევრი შეიძლება არ დამეთანხოს, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ბორია ივანაშვილი თავად ქმნის ოპოზიციას, ესეც ძალიან ლოგიკურია, ვის წინააღმდეგ შეიძლება ქმნდეს ოპოზიციას, პირველ რიგში რა თქმა უნდა კობახიძის წინააღმდეგ და მე ასევე ლოგიკურად მიმაჩნია ვერსია, რომ ბორია ივანაშვილი ახლა შეიძლება ფიქრობდეს, რომ ყველა ბინძური საქმე ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გააკეთებინოს კობახიძეს, საბოლოოდ ჩააშლევინოს, ჩააჭრევინოს ყველანაირი გზა, ჩაანგრევინოს და აფეთქებინოს ყველანაირი ხიდი, რომელსაც საქართველოს ჯერ კიდევ აკავშირებს ან თითქოს აკავშირებს ევროპასთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და შემდეგ დანიშნოს ახალი არჩევნები, მოიყვანოს რაღაც ახალი ჯგუფები, ახალი ძალები, მათ შორის გახარია თვალთხარიები, ეს გირჩი-შმირჩები და თქვას, რომ აჰა ძმაო, ახალი ხელისუფლება მოვიდა, სინამდვილეში ამ ხალხის უკანაც ისიდგება. ეს შეიძლება თეორიულად იყოს ვარიანტი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მაინც მგონია, რომ ბორია ივანაშვილზე მეტად აქტიურად საქართველოში მუშაობს მოსკოვი და მოსკოვი უფრო მეტად გეგმავს რაღაცებს საქართველოში, მოსკოვი უფრო აქტიურად გეგმავს და მოსკოვი უფრო შორი პერსპექტივით გეგმავს რაღაცებს საქართველოში, ვიდრე ამას აკეთებს ბორია ივანაშვილი. გავიხსენოთ, როგორ მართავდა რუსეთი საქართველოს დღიდან დაპყრობისა. დღიდან დაპყრობისა მეფის ნაცვალი იყო თუ მთავარმართებელი, სხვადასხვა ფორმები ჰქონდა რუსეთს საქართველოს მართვის. ყველა მათგანი იყო რუსი, ჩვეულებრივი რუსი. ერთადერთი იყო ქართველი. ეს იყო პავლე ციციანოვი, რომელიც სულ რამდენიმე წელი იყო მეფის ნაცვალი საქართველოში, სანამ განჯაში არ მოაჭრეს თავი. ზუსტად იგივე ითქმის ეგზარქოსებზეც. ასევე საუკუნეზე მეტი ხანი მართავდა, იყო საქართველოს ეკლესია, რუსული ეკლესიის წევრი და ყველა ეგზარქოსი, პრაქტიკულად ყველა ეგზარქოსი, ერთი პირველი ეგზარქოსის გარდა იყო ეთნიკურად რუსი. ის პირველი ეგზარქოსიც რუს-ქართველა იყო და კაცი ვერ გაიგებდა საქართველოს უფრო სტკიოდა თუ რუსეთი უფრო სტკიოდა. ყოველ შემთხვევაში დათანხმდა ეგზარქოსობას.
თუ ეგზარქოსების დრო არ გახსოვდა, თუ არ გახსოვთ, მეფის ნაცვლის დრო გეხსოვებათ, ძალიან ბევრს გეხსოვებათ ცეკას მეორე მდივნების ამბავი. აი, ამხანაგი კოლბინი, ამხანაგი ჩურკინი და სხვა ამხანაგები, რომელთაც მოსკოვი სპეციალურად მოავლენდა საქართველოში, ნიშნავდა ცეკას მეორე მდივნად, ნიშნავდა პირველი მდივნის ალტერნატივად. ეს ნიშნავდა იმას, რომ პირველი მდივანი ეთნიკური ქართველი უნდა ყოფილიყო, კომუნისტი, იდეური კომუნისტი, მაგრამ ეთნიკური ქართველი. მაგრამ მის მაკონტროლებლად მოსკოვს აუცილებლად სჭირდებოდა უფრო სანდო ადამიანი. ახლა იტყვით, რომ შევარნაძე სანდო ადამიანი იყო თითქოს, ან მჟავანაძე სანდო ადამიანი იყო, ნებისმიერი სხვა ცეკას პირველი მდივანი, მაგრამ არა. მოსკოვი მათ ბოლომდე მაინც არასოდეს არ ენდობოდა, მაინც ნიშნავდა თავის კაცს. მას მეორე მდივანს ჰქონდა საშუალება, ჰქონდა უფლებამოსილება და მოვალეობა, რომ რამე რო არ მოეწონებოდა, რამეს რო არ დაეთანხმებოდა პირველი მდივნის გადაწყვეტილებას, ან ცეკას პლენუმის, ან ცეკას ბიუროს თუ არ ვიცი რაღაცის გადაწყვეტილებას, აიღებდა ამ ვერტუშკას, დარეკავდა მოსკოვში, დარეკავდა პარტიის მოსკოვის ცეკას საორგანიზაციო განყოფილების უფროსთან, დარეკავდა რომელიმე ცეკას მდივანთან მოსკოვში, რომ ქართველი ამხანაგები არასწორად იქცევიან, ქართველმა ამხანაგებმა გადაუხვიეს პარტიის ძირითად კურსს და ამ საქმეს უნდა მიეხედოს. მე იქიდან დარეკავდა სუსლოვი ამ საქმეს ჩაერეოდა ბრეჟნევით, როგორც იქნებოდა. მოკლედ, ეს კაცი იყო კურატორი, ეს კაცი იყო თავარი ადამიანი, ვინც აკონტროლებდა, რომ საქართველო არ გამძვრალიყო რუსეთის და საბჭოთა კავშირის გავლენისგან. აი, დღეს ვითარება ბუნებრივია შეცვლილია, პოლიტიკური ვითარება, პოლიტიკური გარემო შეცვლილია, ამიტომ გონია რომ რუსეთი ცდილობს ბევრი ასეთი კურატორი ყავდეს და შიდა კონკურენცია იყოს ამ კურატორებს შორის. სხვადასხვა უწყებები უწევენ ერთმანეთს კონკურენციას, იმიტომ რომ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს სურთ მივიდნენ პუტინთან და უთხრან ამხანაგო უმაღლესო მთავარსარდალო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, მე გამზადებული მაქვს საქართველოს თქვენთვის. აი ბატონო ლანგარზე საქართველოს ის რაც ვერ გააკეთა ბორია ივანაშვილმა, აი ამდენი წელია ეჯაჯგურება და ბოლო-ბოლო ვერ მოტეხა ეს ქართველები, ვერ გატეხა ქართველები და ვერ დაითანხმა ევროკავშირზე საბოლოო თქვა უარი, მე მყავს კანდიდატურა, მე მყავს ადამიანები, როგორ ვათქმევინოთ ქართველებს უარი ევროკავშირზე, როგორ ვათქმევინოთ უარი ქართველებს ნატოზე, როგორ დავავიწყოთ ყველანაირი ევროინტეგრაცია და როგორ ვაქციოთ საქართველოს ჩვენს რესპუბლიკა, ჩვენს ოლქად, ჩვენს გუბერნიად. მე მგონია რომ გახარია თვალთხარიას პარტიის შესვლა პარლამენტში და იქიდან არ გამოსვლა, მაშინაც კი როდესაც გახარია თვალთხარიას წინააღმდეგ აღმოჩნდა რომ ამ პარტიის შესვლიდან თურმე 13 წლიანს უჟიან და ამ გირჩიშმირჩების შეხვედრა პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის მგონია რომ ეს თვითონ აბიჯია სწორედ საქართველოს მეტი რუსიფიკაციისკენ. არავითარ შემთხვევაში არ გაიგოთ რომ ბორია არის ნაკლები რუსიფიკაციის გზა, ბორია სხვა გზა არის უბრალოდ. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა გზა მიდის იქ. ყველა ჩვენი გზა მიდის მოსკოვში. ყველა ამ პარტიის, ყველა ამ ძალის გზა მიდის მოსკოვში. ეს არის რეალობა, რომელზეც დღეს მინდოდა მესაუბრა. დარწმუნებულია რომ ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, ბევრი შეიძლება დამეთანხმოს, მაგრამ ამას ვამბობ მხოლოდ იმიტომ რომ ის ვინც შეიძლება დამეთანხმოს, ის დაფიქრდეს. სინამდვილეში რა ძალაა გიორგი გახარია თვალთხარია, რა ძალაა იაგო გირჩიშმირჩები და სხვები. საიდან შეიძლება რუსეთმა მოუაროს კიდევ საქართველოს, სად უნდა დავინახოთ საფრთხე, სად შეიძლება დავინახოთ საფრთხე და საბოლოო ჯამში რომ ჩვენი გზა ერთადერთია. ევროპა და ევროპა, ევროკავშირი და ნატო და სხვა არაფერი. მადლობა ყურადღებისთვის, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი პოდკასტი ნებისმიერ პლატფორმაზე, YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ваши გადაცემა და